21 საუკუნეში რამდენიმე რამ მოხდა, რამაც ზირეულად შეცვალა ბალანსი. ერთი ეს იყო ფიქალის გაზის რევოლუცია ამერიკაში. ეს არის ახალი ტექნოლოგია, გაჩნდა სადღაც 2010-11 წლიდან, რომელმაც ძირეულად შეცვალა ამერიკის ენერგეტიკული ბალანსი, ქვეყანა, რომელიც უდიდესი იმპორტიორი იყო, გახდა ექსპორტიორი ნავთობისაც და გაზისაც. იმის ხარჯზე, რომ დაიწყო ფიქალის გაზის მოპოვება. სამწუხაროდ ხა მაგ ტექნოლოგიის ახსნის დრო არა გვაქვს. ეს არის ფაქტიურად ის, რომ ის გაზი, რომელიც თვითონ არ ამოდის ზედაპირზე, მისი ამოღება მაინც ხერხდება ეგრეთ წოდებული ჰიდრავლიკური გახლეჩით და ახალი ტექნოლოგიებით, რომელსაც შემდეგ აძლევს მას გამოსვლის. ანუ როგორც ხვდები ამ ახალმა ტექნოლოგიამ კი არ გაამარტივა რაღაცების ამოღება, არამედ პრაქტიკულად ახალ რესურსებზე წვდომა. ახალი რესურსები გაჩნდა. საერთოდ როგორც აჩვენა გამოცდილება, მარაგები იზრდება და არ მცირდება. ანუ ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ვითარდება დროთა განმავლობაში, ის ახალი წყაროების მოპოვების საშუალებას იძლევა ეკონომიკურად.